პროტესტი თეატრალურ უნივერსიტეტში სასწავლებლის წარმომადგენლობითი და აკადემიური საბჭოები რექტორის არჩევნების შედეგების გაუქმებას მოითხოვენ. Როგორც პრესკონფერენციაზე საბჭოს სპიკერმა გიორგი შალუტაშვილმა განაცხადა, არჩევნები, რომლის შედეგად რექტორის პოსტი ნოშ რევანჩხაიძემ დაიკავა, უხეში კანონდარღვევით ჩადარდა. მეცნიერების თქმით, წესდება, რომელშიც ცვლილების შეტანის უფლება მხოლოდ საბჭოს წევრებს აქვთ, ამჯერად მათ გარეშე კულტურის სამინისტრომ დაამტკიცა. პროფესორები არჩევნების ხელახლა დანიშვნას და უნივერსიტეტის ავტონომიას ითხოვენ. აქ სამსჯელო ის რომ კანონი დაირღვა თუ არ დაირღვა არ არის. კანონი დაირღვა წესდების არარსებობის გამო. უნივერსიტეტის ვერცერთმა პროფესორმა, ასოცირებულმა და სრულმა ვერ მიიღო და არ მიიღო მონაწილეობა რექტორის არჩევნებში, შესაბამისად ბუნებრივია რომ ეს არჩევნები ვერაფრით ვერ ჩაითვლება დემოკრატიულად. როდესაც ავტონომიას კარგავს უნივერსიტეტი, ინსტიტუტი თუ კოლეჯი თუ ვინცა, უკვე ირღვევა ყოველგვარი კანონი. პირდაპირ მოვიდა კულტურის სამინისტროდან გამზადებული წესდება, რომელიც შემდეგ გვითხრეს, რომ ამ წესდების შედგენაში მონაწილეობა მიიღო 6-მა სხვადასხვა სამინისტრომ. რას შუაშია 6 სხვადასხვა სამინისტრო, ერთ თეატრისა და კინოს უნივერსიტეტთან ბრძანება მტკიცდება სამინისტროს მიერ და ამ ბრძანებამ დაამტკიცა სწორედ წესდება. ის ბრძანება მე არ დამიმტკიცებია და არც წესდება, თუმცა ამ წესდებით მოხდა ლეგიტიმაცია კონკრეტულად იმ წარმომადგენლთა საბჭოსი, რომ მან დაიწყოს ფუნქციონირება და მასზე დაკისრებული მოვალეობა შესრულება შეძლოს.